ზღაპარი სახელად ვარსკვლავების მცველი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი და ძმა, ლაშა და ტასო. ისინი ცხოვრობდნენ მთასთან ახლოს, სოფელში, სადაც ღამით ცა ყველაზე ნათელი და ლამაზი იყო. ტასოს უყვარდა ვარსკვლავების ყურება. ყოველ ღამე ლაშა მასთან ერთად გადიოდა ეზოში და აკვირდებოდა ცისფერ ცას. ერთ საღამოს ტასომ ჩაიჩურჩულა. ლაშა, რომ შემეძლოს ერთ ვარსკვლავს მაინც ჩამოვწყვეტდი. ლაშამ გაუღიმა და უთხრა: ტასო, თუ გულით გწამს, ყველაფერი შეგიძლია. იმ ღამით, როცა ორივეს ჩაეძინათ, საოცრება მოხდა. ფანჯარასთან გამოჩნდა ბრწყინვალე ბუსი და ლაშას ჩასჩურჩულა. შენს დას ჯერა ვარსკვლავების და მას ერთი სჭირდება. მოდი, აჩუქე იგი, მაგრამ გახსოვდეს, ვარსკვლავი მხოლოდ ისინი იმსახურებენ, ვინც სხვის ოცნებაზე ზრუნავს. ლაშა წამოხდა და ბუს გაჰყვა მთისკენ. იქ, ცის კიდესთან, იდგა კიბე, მაღალი, ვერცხლისფერი, რომელიც ცაში ადიოდა. ლაშამ არ დაიხია. ავიდა კიბეზე, გადააბიჯა ღრუბლებს და აირჩია პატარა, ბრწყინავი ვარსკვლავი, რომელიც ტასოს მსგავსად მოღიმარი ჩანდა. დილით ტასომ თავის საწოლზე პატარა შუშის ქილაში ბრწყინავი ვარსკვლავი იპოვა. ეს როგორ? თვალებ გაბრწყინებულმა კითხა ლაშას. ლაშამ თვალი ჩაუკრა. ზოგჯერ ძმები მხოლოდ მზრუნველობით კი არა, ციდან ჩამოტანილი ჯადოთიც გამოხატავენ სიყვარულს. ტასომ ვარსკვლავს დაარქვა ლაშუკა და ყოველ ღამე მასთან საუბრობდა. ის კი ბრწყინავდა და ტკბილად უნათებდა ოთახს. დასასრული.